მე ნათია დროებით გორაშვილი, დროებით დაბადებული საქართველოს მოქალაქე საქართველოში. აბნულაი დაგაურებს სავსე მივსი, აბნულაი დაგაურებს ჩემზე ჩემ შესახებ. ატკუს გაიცავსე ხმირიხი ზმირენია ვაზვრაშავი ჩემს ენერგიებს სულსულის ჩისტოტებს. აჯერმე ჯამთეი ჯანსაღი ადგილით სახით. Запрещаю лихиებს, плахиებს, მინუს ალიხიებს, плахиებს. ნამინია სკანირovat, ჩიპირovat, ბლოკირovat, კლონირovat, ზამბირovat. აქტიურდება ჩემი ზაშიტნი მანიფესტები. დაუზიანებლობის, ბეზაპასნოსწობების უფლებები აქტიურდება და ვარ ზაშიტებში აბსოლუტი ჟივას კოსმოენერგიების ვიშე სვეტრის სირების მფარველობის ქვეშ. ბლაგადარი ვიშე სვეტრის სირებს. ეხლა გაკვეთილი რეგრესოროგებიდან პირველი ნაწილი. რა არის აბსოლუტი ეტა совокупная энергия и информация всех цивилизаций входящих в нашу модель мироздания. აბსოლუტი შვილები ვართ ყველა და აბსოლუტი არის დიდი ასე ვთქვათ საინფორმაციო ენერგოინფორმაციული ქრონიკა რასაც ქვია ლჟი აბსოლუტი რა არის ეტა параллельная абсолютная структура основная на искажении информации и знания содержащихся в абсолюте. Ანუ ჟი აბსოლუტი არის რო ვიშე მატყوار აბსოლუტი არის ეს მინუს პოლოსავანი აბსოლუტი. მინუსა აბსოლუტებს ეძახიან მატყوار აბსოლუტებს ვიშე. Так, ესე ანუ ენერგია არის აბსოლუტი, სულიერი ენერგია არის აბსოლუტი, სულიერი ენერგია არის კოსმოსი. რა არის გლაზები და პორჩები? გლაზები და პორჩები არის დისტრუქციული ინფოპაკეტები, деструкцიული пожеланиями. Так. Глаз, порча и любое деструктивное воздействие на человека извне возможно лишь в том случае, если у человека имеется пробой в его энергетическое каркасе. ანუ უნდა დავიცვათ ჩვენი ენერგეტические каркаси, ბიოვერი ბიოპოლი, პირადი ბიოვერი ბიოპოლები უნდა დავიცვათ. სულიერი, ფიზიკური, საცხოვრებელი, მატერიალური ბიოვერი ბიოპოლები უნდა დავიცვათ. Пробой энергетической оболочки человека извне невозможен в принципе. Энергетический пробой возможен только изнутри, как результат ошибок, сделанных самим человеком. და ანუ ადამიანი უნდა იყოს სამაზაშიტული და მაღალ ვიბრაციებზე. და არ უნდა გააკეთოს დაბალ ვიბრაციული აშიფკები, მაგრამ ადამიანი რო იღლება რა ქვია იღლება შეიძლება მოხდეს ესეთ შემთხვევითობით, ამიტომ ადამიანმა უნდა დააყენოს რა ქვია უстановка, რომ ჩემი ბიოველი ბიოპოლი ხელშეუხებელი მოი разум сознания ხელშეუხებელი ვარ აქტიურდება ჩემი ბეზაპასნოსწობების დაუზიანებლობების უფლებები, ზაშიტები, გონიერი, სულიერი, ფიზიკური, მატერიალური ზაშიტები აქტიურდება ჩემთვის ვაბლაგა. Запрещаю всех на меня негативობასა და დესტრუქტივობას. მინუსა პარაზიტები გასრიალდი ჩემგან შორს.
материализацию идут только мои созидательные мысли формы. Все мои деструктивные мысли формы автоматически аннигилируются. ასევე материализации идут только მაგალითად мои созидательные защитები და все мои деструктивные защитები, ანუ разрушительные, саморазрушительные защитები, разрушительные, саморазрушительные мысли формები автоматически аннигилируются. Я готов нести мою личную ответственность только за мою собственную ошибки на необходимом и достаточном уровне в мягкой, доступной и понятной для меня форме, в удобной для меня месте, в удобной для меня время, в удобной для меня ситуации. Я запрещаю переброс на меня чужой ответственности. ყველამ თავიანთ მისლი ფორმებზე და პაჟილანიებზე აგოს პასუხი. მე ვაქტიურებ ჩემს защитებს, запрещаю все чужие лихებს, плохებს, на меня негативობას, ბლოკიროვნიებას და გასრიადნენ თავიანთ სახლებში ჩემგან შორს. Вампирობას запрещаю всех. В том числе по линии дайцаде я запрещаю переброс на меня чужой ответственности. Я запрещаю переброс на меня чужой ответственности, в том числе по линии моего рода и в том числе по линии моего სისხლისთესავებისაგანი, в том числе по линии моего ქმრისაგან ან ცოლისაგან, ოჯახის წევრისაგან, ან в том числе моего მეგობრისაგან, დაქალისაგან, ან ნაცნობისაგან, ან უცნობისაგან, ან партнёрისაგан, запрещаю переброс на меня в чужой ответственности. Все. Я не даю моего согласия нести мою личную ответственность в жесткой форме и в виде травмирующих ситуаций. При этом надо понимать, что то, что является жесткой формой ответственности для одного, может быть мягкой формой ответственности для другого и наоборот. Ну, я не даю моего согласия нести мою личную ответственность в жесткой форме и в виде травмирующей ситуации. Разрушительные, саморазрушительные რაღაცებით не даю согласия личную ответственность, რომ გავანულო გავაბათ, რომ დაგაურებს обнуляю, прощаю всех, простите все и და ეს უნდა მოხდეს мягкой форме და გასაგებ ენაზე, ჩემთვის გასაგებ ენაზე, მისაღებ ენაზე. Всё, переброс личной чужие ответственностები, запрещаю всех. Всё. ესე იგი, порча არ არის, порча это осознанный астральный удар в адрес человека. ანუ деструкцიული ინფოპაკეტები არის, გამიზნული деструкцიული инфопакетები არის. Карма это некая предопределенность за пределы которой невозможно ესე карма არის წოდები. ჩაძენილი წოდები, რომელიც უნდა მოინოინოს ადამიანმა და ასე ვთქვათ, желаю всем светлую любовь და სვეტლი გზებს. და სთხოვოს პატიობა ყველას. კარმა არის რაღაცა შეცდომები, ცხოვრებისეული, ასოზნანი, неосознанный შემთხვევით, იმის ბრალით, ამის ბრალით თუ რაღაც ბრალით, ცოდვები, შეცდომები.
სუდ ბედი რა არის? ბედი რა არის? ესე იგი ბედი არის человек своим зрением сам формирует свою судьбу. Ну, ყველა человекს უნდა რომ იყოს კაი კაცი, კაი ადამიანი, მდიდარი, ბედნიერი და ასე შემდეგ, ხო? სუდბა არის, ну, ბევრს უნდა რომ ცუდი იყოს, ბოროტი იყოს, იმას ჩაარტყას, ამან ბევრს კიდე უნდა რომ კაი იყოს და კეთილი იყოს. ანუ სუდბა რა არის? სუდბა сам формирует свою судьбу человек. თუ იქ ვიღაცა რაზრუში წელნი პარაზიტებმა ცხვირი არ ჩაყვეს, ყველა იქნება ბედნიერი. Первым делом вы просите прощения у всех сущностей, причастных к проблемам, событиям вашей жизни, и сами от души прощаем всех за все. Далее вы переосмысливаете и корректируете проблемную ситуацию, после чего перезаписывайте на ваших информационных полях в связи с рассматриваемым событием деструктивную информацию на созидательную. ესე იგი ვაპატიოთ ყველას, შევხედოთ სიტუაციას და დესტრუქციული ინფორმაციები ან გავანულოთ, გავაბათელოთ, მოვიშოროთ რაღაცა, ან გადავატრანსფორმიროვოთ на созидательную, ესეც შეიძლება. Тем самым вы меняете свою линию жизни в связи с этим событием, соответственно, вы меняете ваши поле событий, что позитивно сказывается на вашем настоящем и будущем. Меняется наше прошлое, меняется наше настоящее, будущее, меняется наша судьба. И меняется ჩვენი ბიოვერი ბიოპოლი და хроника ჩვენთვის ასიკეთოთ. Люди могут приходить в новую жизнь как из прошлого, так и из будущего, поскольку по полю событий все происходит одновременно. Там нет понятия время. Значит, вы имеете полное право гармонизировать вашу реальность по вашему собственному усмотрению. Для начала вы ставите на ваших информационных полях защитную мыслеформу. Типа «Мои мыслеформы никому не могут навредить незаслуженно». Или в материализации идут только мои созидательные мыслеформы. Да, мои защитები, ჩემი защитები, უფლება მოსილებები, რა ქვია, идут только мои созидательные защитები და только созидательные мыслеформები. ანუ запрещаю других, лихих, плохих, на меня зло, лиха, плохо влияет. ეს ხო რაღაცა защита არა? და ვაქტიურებ ჩემს ხელშეუხებლობის ბეზაპასნოსტებების უფლებებს. ესაც защита არის. ანუ არ მივაყენებ ზიანს არავის და არ უნდა მომაყენონ არავის ზიანი. Всё, запрещаю, არ ვეხები არავის ზედმეტად ნეგატიურად, деструктивურად ღმერთმა დამიფაროს და ну შემეხება ნურავი. Желательно внести данные мыслеформы в список ваших постоянно действующих защитных мыслеформ.
Постоянные действующие защитные мисრიფორმი რა არის? მაგალითად, საливაებელი ეზარატი ეუტრაფიარეთოვი პათოგიზობირებით, რასიშავის წმინდა წყლის პათოგი, ჟიზრინიესილებით, ჩემი ვიბრაციები, რადუგები, ბალანსირებები, გარმონიზაციულობები, პადნიმაიცა 1000, მაგრამ აჯერმეტი X ჯამთელი ჯანსაღი, მაღალ ვიბრაციებზე და რა ქვია, თავისუფლდები სტრესებისაგან, სტრესები აბნულაიცა, ატკლუჩაიცა. ატმინია პადაშენა, აბნულენი на ტრანსფორმაცії პერევიჩნუ ენერგიებისათვის. იღვიძებს მხოლოდ საზიდაწილნიე პათოგიზობირები ბალანსირდება ჩემთვის ვაბლაგა, защиты балансировდება ჩემთვის ვაბლაგა. Теперь вы можете произвести соответствующее управление в адрес вашего биовели биополи Рома, чем биовели биополи мягкой, доступной уровне на мягкой форме очищается, омывается, исцеляется да защищается солнечными лучами. Чвени органоები რა არის? Органы человека можно сравнить с планетами солнечной системы. ხო, ანუ რაღაცით დაკავშირებული არის ჩვენი ორგანოები კოსმოენერგოინფორმაციულ პათოგებთან. ანუ, ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენი გული, მაგალითად, ჩემი გული защищается ნაირ-ნაირი дезинфицировавший божественный патогизобириеби, чеми биосистема, биоструктура сознания, подсознания защищается наири самкурнало жива жизнени белизате утрафиарetovi патогизобириебит და ასე შემდეგ. იზრდება ჩემი იზობირიები 1000, 2000, 5000 6000 ჯერ მეტი ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით ბეზრე და ჩემდით ბალანსიროვნა მობრაზა. Наша мысль не только материальна сама по себе, она также указывает самое непосредственное влияние на коллективное сознание. Как минимум нашей цивилизации. Меняется коллективное сознание людей по тому или иному вопросу. ანუ ჩვენი კაი ადამიანი მოვა კაი ფიქრებით, კაი ხასიათზე დადგება ადამიანი, ცუდი ადამიანი მოვა ცუდი ფიქრებით, ცუდა ხო, ანუ რაღაცეთ მოქმედებს კოლექტიურ საზნანიაზე ადამიანების ხასიათები და ფიქრები, მისრიფორმები. Мироздание едино для всех. Единство во множестве. Истина эго – это индивидуальность, осознающая себя как часть целого. Ложное эго – это сущность, воспринимающая себя отдельно от единого и неделимого. Мировоздание и живущая по привитым в обществе деструктивным установкам. Ანუ ეგ არის კაი, რომ იცის რომ индивидуальность осознающая себя как часть целого. და ადამიანმა უნდა დააყენოს, რა ქვია,
უსტანოვკა რაც ხდება მიროზდანიაში, ხდება პირველ очередь ჩემთვის ვა ბლაგა. ვარ დაუზიანებელი, აქტიურდება ჩემი დაუზიანებლობის, ხელშეუხებლობის, ბეზაფასროსობების უფლებები. умиета механизм работы с реальностью. ხო, უმის მენა, ხედვა, გრძნობები, იმპულსები, ინსტინქტები, ეს ყველაფერი საჭიროა биосистемისა და სულისათვის. ეს разницы между умом и разумом. ум исходит из логики, разум из интуиции. ხო, ინტუიციაც აქვს ადამიანს და მეხსიერებაც აქვს და მეხსიერების ინფოპაკეტებიც აქვს, შიდა ხრონიკაც აქვს, კოსმოხრონიკაც აქვს, ადამიანს ზემლოე ხრონიკაც არსებობს და ბიოპოლსაც ხრონიკა აქვს, მატერიალური ხრონიკაც არსებობს. препарирует информацию разум через интуицию, воспринимает информацию интуициით კი არა, წინათ გრძნობით რა, გრძნობებით წინათ გრძნობას რასაც ეძახია. Душа индивидуально представляет собой частичку Творца. Присущую индивидуальности душа Творца объединяет в себе души всех индивидуальностей. Душа арисо, частичка Творецის Дворецების божественная многомерная частица. Дворецების Творецის კი არა, ვიში ясრია, რასაც ეძახიან Творецის, ვიში სვეტრიე სილებს თავიანთი დუშა აქვთ, თავიანთი ჩისტოტები აქვთ. და ინდივიდუალურ ადამიანს ხო აქვს ყველას თავისი სული და თავისი ვიშიაც აყავთ, ანუ თავისი ვიში Творецი და ვიშიე Творецები არიან კიდე ჩვენი Творецების გარშემო. Душа Творца объединяет в себе души всех индивидуальностей. Все. Ану, душа частичка Творца, чистота, Творецის чистота და душа Творца объединяет в себе души всех индивидуальностей. და არის ინდივიდუალურები. ეხლა ადამიანის სახელი ხო ინდივიდუალურია, სისხლი ხო ინდივიდუალურია, ფეხის ზომა ხო ინდივიდუალურია, სისქე, წონა, ხმის ტონი, ხმის ვიბრაციები, ანუ ადამიანს ყველაფერი ინდივიდუალურია. ხო, დაჟე მატერიალურად შევაფასოთ ადამიანი. ყველა სახში ინდივიდუალური, ინტერნეტში ინდივიდუალური შიფრებია. სახლები, სხვადასხვა სახლები, კორპუსები ინდივიდუალური დასახელებებით არის, ინდივიდუალური მესამე კორპუსი, მეოთხე კორპუსი, მესამე ბინა, მეოთხე ბინა, მეხუთე ბინა, მეექვსე ბინა და ესეთი კოდებითა და პაროლებით, ინდივიდუალური კოდებით, პაროლებით, შიფრებით, პროგრამებით თუ ზვუკაკოდებითა თუ კოსმოკოდებით, რა ქვია, შედგება თითოეული სულის ჩისტოტა, თითოეული სულის ენერგია. ხო, человека. Дуальность в сознании людей заложено, что война это плохо. ხო, ვაინა ეტა პლოხა არის, ხო, აბა ახლა ვაინა რა კაია. და ანუ საჭირო არ არის რომ ვიამოთ, ვიბრძოლოთ, არაფერი არ არის გასაყოფი. ეს მიწა კულტურულად ჰაერი, წყალი, მიწა რესურსები თუ ჭკვიანად ვიქნებით, ყველას გვეყოფა და გავყევთ ერთმანეთს.
კულტურულად მუქთახურა არავინ არ უნდა იყოს, რაღაცა უნდა გააკეთოს და გაანძრიოს ხელი, მაგრამ გვეყოფა ყველას. Пример духовной и материальной. Мудрецы бесконечно так духовная и материальная стороны развития личности одинаково ценны в жизни человека. Дух создает материю. Материя является источником для развития духа. Одно без другого невозможно. Реальность необходимо формировать, исходя из блага общественного и не эгоистического. Необходимо понимать, что индивидуальное сознание является частью коллективного сознания. Ну, ეხლა ჩემი ინდივიდუალური საზნანია, იმის ინდივიდუალური საზნანია, იმის ინდივიდუალური საზნანია. სხვადასხვანაირი საზნანიებია, მაგრამ უბრალოდ ვიღებთ ამ კოლექტივური საზნანიების ქრონიკებიდან რაღაც ინფო პაკეტებს, რაც ჩემთვის საჭიროა. Всё. ბარახლოები არ გვჭირდება კოლექტიური საზნანიებიდან. ბარახლოები აბნულეცა. რა ჩემს სულიერ ინფორმაციას ჭირდება, იმას ვიღებ მე კოლექტიური ქრონიკებიდან. Всё. Воспринимайте мир и все вокруг себя, как она есть. Трансформируйте все деструктивное, что встречается на вашем пути. Созидательное для всех. Действуя только изнутри. Действуя вовне, вы вступаете в противоборство с чужой реальностью, а у вас нет на это права. Действуйте эсейки. Трансформируйте все деструктивное, что встречается на вашем пути, в созидательное для всех, действуя только изнутри. Ану, ენერგიები ხო თუ ეს ენერგიები გამოსწორებადია, მისრი ფორმები თუ გამოსწორებადია, ჩემთვის ვაბლაგა, რა ქვია, ვისეოსატრაისებისათვის ვაბლაგა, თუ არ არის გამოსწორებადი, ეს დისტრუქციული ენერგიებია, დისტრუქციული მისრი ფორმებია, დისტრუქციული კონსტრუქციები, აბნულეცა და გადაიყრებიან ანეგილატორებში, გალაქტიკი ანეგილატორებში და ტრანსფორმაციის პერევიჩნო ენერგიებისათვის. და ეს чужой реальностью, чужой реальности რას ქვია ეხლა? იმას თუ უნდა რომ სხვას თუ უნდა რომ ესეთი იყოს, გამოღვიძებელი იყოს, ბოროტი იყოს, რა ქვია, ლოთი იყოს მაგალითად, ხო, ან ნარკომანი იყოს და არ უნდა გამოღვიძება, იმის რეალობაში არ ჩაერევიო რა, ვითომო პრავა არ აქვს, უფლება არ აქვს. ანუ ადამიანს თუ არ უნდა გამოსწორება, მაინც ვერ გამოასწორებს ვერავინ. არა, კი გამოასწორებს ვერავინ, თუ უნდა თავს ყველა გამოასწორებს, მაგრამ ხანდახან პოლიციაც ვერ ასწორებს ხოლმე ასეთ ზნედაცემულ ადამიანებს. Воспринимайте всех, кто встречается на вашем жизненном пути, как часть вашего собственного реальности, и выстраивайте отношения со всеми, как с частями самого себя. ანუ სხვას მოიქეცი ისევ, როგორ შენ თავს ექცევიო რა, ეხლა სხვას ისე როგორ მოიქცევი, რა სიკეთე გააკეთეო, კულტურულად, ლამაზად, რაღაცა სიხარული, სიყვარული და ასე შემდეგ. Только так вы победите с гармонией, ну гармониულად იცხოვრეთო вашей собственной реальности. Вступая во внешнее противодействие, вы вступаете в
противодействиეს частью самого себя. ესე იგი, უზრდელობა, უხეშობა ჯერ ხო разруши წინი პროგრამები და ბლოკებია და მერე კიდე самоблокебия да мере бориться с самим собой, это удел глупцов, что ведет к неминуемой личной ответственности за სოძეიანია და მე პასუხს აგებენ ადამიანები რა ქვია თავიანთ უზრდელობაზე და разрушительные პროგრამებზე. Получите мере карма да цудва ხო. Собственные мозги и забудьте все, что чему вас учили. Перестаньте жить в соответствии с деструктивными коллективными программами и общественными стереотипами мышления. Перестаньте жить в соответствующих деструктивными коллективными программами и деструктивными общественными стереотипами. Осознайте, что именно вы и никто другой является единственным полноправным хозяином и творцом вашей реальности. Независимо от того, осознаете вы это или нет. Впрочем, как всегда, выбор остается за каждой из вас. უნდა აირჩიოს ადამიანმა, რომ ვირჩევს სიკეთეს, სიხარულს, ბალანსირებას, ურთიერთპატივისცემას, სიხარულს, სიყვარულს, ამას ატკლუს ჩაისოთ ნეგატივების, разборკებისა და манипуляტორული ბლატონოი სისტემებისაგან და დესტრუქციული პროგრამებისა და პატპროგრამებისაგან. და ვიბირავი სიკეთეს, სიხარულს და პოზიტივს და ბალანსო ჩემთვის ვაბლაგა პირველი ოჩერე ჩემი სულისაც ვაბლაგა და ატკრო ჩაისოთ ნეგატორებისა და დესტრუქტორებისა და წუწურაკებისა და წუწუნაკებისაგან და ვამპირებისაგან. Так, ეხლა როდას მტერი ხო, მტერი просится этого человека за все и попросите у него за все прощения. Простите этого человека за все и просите у человека за все прощения. Пошлите ему помощь в осознании по конкретному вопросу или осознания той или иной ситуации на необходимом и достаточном уровне да и сам. Уровне оптимальной для него форме. Если вы не нуждаетесь более в общении с этой человеком, თუ აღარ გინდა დაელაპარაკო ამ ადამიანს, вы просто запускаете процесс взаимного возврата кармических долгов между вами и этим человеком. Взаимного возврата кармических долгов კი არა, აბნულა ეცა ამ ადამიანთან кармические долгების ვაზები, პერეხლოსტკები და მე ვიბრუნებ ჩემს ენერგიებს, ეს ადამიანი წაიღებს თავის ენერგიებს, ნეგატივებია თუ არ არის ნეგატივები თუ რა არის, ჩემი ენერგიები ვაზვრაშავი ჩისტამ ვიდე აღდგენ ჯაბთე ჯანსაღის სახით, ხო თუ ჩემი ენერგიები მე ვარ დამნაშავე დაუშვათ ხო და ბოროტული ენერგიებია, ჩემი ენერგიები что возвращается, обнуляется, ან идет мой банк, რაც ვერ ასე ვთქვათ, ვერ ვატრანსფორმირავებ, რა ქვია, გადავა, რა ქვია, ჩემ ანერგილატორებში ნატრანსფორმაცი პერევიჩნო ენერგიებისათვის. და ეს მეორე კონკურენტი ადამიანი რაღაცა მტერი, რომელსაც აღარ მინდა დაველაპარაკო, ამას მიაქვს თავისი დესტრუქციული ენერგიები, მაგალითად ძალადობა, ვამპირობა, მუქარები და ასეთი დესტრუქციული საქციელები და დესტრუქციული
ურთიერთობები обнуляется, кармические долги обнуляется, на необходимом и достаточном уровне мягко и доступно и понятно для всех в форме, удобно для всех месте, удобно для вас месте, удобно для вас время, удобно для вас ситуации. Затем аннигилируются все горизонтальные связи и горизонтальные связи и острально-ментальные перехлёсты. Затем аннигилируется, отсекается, обнимается, отключается все горизонтальные связи и астрально-ментальные перехлёсты между вами и данным человеком, после чего благодарите человека за все и за опыт и декларируете, что отныне идете своим собственным путем. Что отныне идете своим собственным путем и декларируете, что отныне запрещаете человекებსან, ცივილიზაციებსან, სულშნესებს, ერებს, რებს, გრებს, არხოდებს, ბესებს, запрещаются. Эхна меня зло, лиха, плохо влияется. Отношения с этим человеком, как часть вашей реальности, отныне гармонизируют. То есть в вашей реальности все вы соединились, все вы соединились от этого человека. При этом вы гармонизировали с ним свои отношения как с фракталом вашей реальности. При этом вы гармонизировали с ним свои отношения как с фракталом вашей реальности. ანუ რა ხდება, რომ при этом შეიძლება даже временные линиებში სცენარები შეცვლათ, რომ ესე არ იყო, ესე იყო, ესე იყო, ჩემთვის აბლაგა იყო, ან вообще ეს სცენარი вообще არ იყო. То есть вашей реальности сценарებში, вашей реальности отношения с этим человеком, как частью вашей реальности, отныне гармонизированы. Одновременно вы заслали вирус осознания в реальность вашего собеседника ему теперь в его собственной реальности, где вы сами являетесь фракталом, предстоит отреагировать на ваш посыл. Предстоит отреагировать на ваш приказ, на ваш посыл, на ваш уплебебзе. Одновременно вы заслали вирусики арада. Вы заслали информацию осознания в реальность вашего собеседника и ему теперь в его собственной реальности, где вы сами являетесь фракталом, предстоит отреагировать на ваш посыл, на ваш მოთხოვნაზე პასუხი უნდა გასცეს. ანუ ოპოზიცია მოთხოვნაზე მოსარჩელე პასუხი უნდა გასცეს. გაგავცეს და უნდა დაემორჩილონ ჩვენს ნებას, ვოლას და ხელშეუხებლობისა და безопасностьების უფლებებს. От того, насколько верной будет реакция вашего собеседника на сделанные вами посыл в его адрес, будет зависеть его благополучие. Таким образом, вы корректируете реальность не только свою собственную, но и реальность других людей, а также реальность коллективную.
კოლექტивნუი რა ანუ პირად ქრონიკებში ვცვლით რა ქვია ნეგატივებს დისტრუქციებს პოზიტიურად ჩვენთვის ვაბლაგა სხვის ქრონიკებში ვცვლით ინფოპაკეტებში ქრონიკებში ვცვლით ნეგატივებს დისტრუქციებს ჩვენთვის ვაბლაგა იმისთვის ვაბლაგა და კოლექტიურ ქრონიკებში იცვლება ეს ინფორმაციები ჩვენთვის ვაბლაგა იმისთვის ვაბლაგა на которых отражаются изменения происходящие в реальностях индивидуальных, а изменения коллективного сознания отражаются на всеобщей физической реальности. და изменения коллективных ჩემი იმისი თუ რა ვიცი საერთოდ биополების хроникები сознания отражается на всеобщей физической реальности. Именно таким образом создается реальность изнутри. Теперь вам остается лишь зафиксировать изменения вашего осмысления того или иного вопроса на ваших информационных полях. Для этого вы аннигилируете с ваших информационных полей неверную или устаревшую или деструктивную разрушительную информацию и настройки ан конструкциები и записывайте там взамен ваше новое осмысление проблем осмысление სიტუაცії ნოვია უფლებები დავწეროთ რომ აქტიურდება ჩემი жизненные უფლებების ხელშეუხებლობის უფლებები აქტიურდება ჩემი იზობილიების უფლებები აქტიურდება ჩემი безопасностьების უფლებები აქტიურდება ჩემი ბალანსირებების გარკვეული დაუზიანებლობის დაუზარალებლობის უფლებები Все отработка завершена. Все, урок выучен. Отработка завершена, урок выучен. Да, репете урокები запрещается. Репете деструкцიული сценарები, репете деструкцიული негативური программები запрещаю. Далее включается ваша воля. Включается ваша уплебеби, так как именно сила воли, сила уплебебиса позволяет человеку придерживаться избранного пути. Вы можете облегчить себе задачу. Для этого вы формируете поле событий, при котором конкретный человек и подобные ему носители той или иной информации обходят вас стороной. Можете декларировать свою прозрачность და ხელშეუხებლობების უფლებები. Ან все негаторები, деструкторები отключаются от меня. -X მაგნიტავდებიან, ჩემგან შორს გასრიალდნენ, ჩემგან შორს запрещаю. Негаторებს, деструкторებს, ჩემთან ურთიერთობებს. По отношению к такой родам людям. Токсикурები, негаторები никак не влияют на меня, только отключаются, зажигаются, выжигаются. -X მაგნიტავდებიან, გადამისამართებდებიან. თავიანთი деструкцიული инфопакетებიანად ერთად ჩემგან შორს. При этом надо понимать, что уровень вашей прозрачности, что уровень вашей უფლებამოსილებებისა, что уровень вашей самозащитебиса да защитебиса определяется уровней вашей духовности и уровней вашей осознанности. Поскольку ваша реальность содержит в себе все, что происходит в мироздании, касается лично мирозданий, касается вас, корректируя свою собственную вселенную, которой вы являетесь Творцом, вы одновременно влияете на все события, которые происходят в мире.
Любая ваша коррекция сказывается на многих сущностях, а потом вносит серьезную лепту в изменение коллективного сознания, а значит и в изменение коллективной физической реальности, которая отражает собой коллективное сознание человечества здесь и сейчас. Любая ваша коррекция сказывается на многих сущностях и на многих цивилизациях, а потому вносит серьезную лепту в изменение коллективного сознания, коллективных хроникებში, значит в изменение коллектив хроникებში, коллективное сознание, коллектив физической реальности, которая отражает собой коллективное сознание, коллективное хроникები человечества здесь и сейчас. ამიტომ ბოროტული უსტანოვკები არ უნდა დააყენოს ადამიანმა. ის მოკვდა, ეს მოკვდა, რატო ეს არის ცოდვა და მძიმე კარმები და მძიმე ისენი, რა ქვია, რა ქვია, ვიყო განთავისუფლებული, იყოს მშვიდობა, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა, მოვითხოვ, რომ ჩემს გარშემო იყოს სიკეთე, სიხარული, ბედნიერება, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა და запрещаю деструкторებს, негаторებს, хаосникებს, хаосникობას და разрушителობას და блатаობას запрещаю всех. Всё. და все деструкцიული, ასე ვთქვათ, წყევლები, ჯადოები, მადოები, კრულვები, შურები, გლაზები, მლაზები, აბნულეც, ატმინე პადარშენ აბნულენი на трансформации перевчну ენერგიებისათვის. ან უკან პრავა აბლადაწელებს თავიანთი შურები, თავიანთ სახელზე პრავა აბლადაწელებს. და გაანულონ, გააბათილონ, ყველა ვუბრძანებ, ასე ვთქვათ, მინუსებს, მინუსნიკებს გაანულონ, გააბათილონ. დისტრუქციები, ნეგატივები ჩემზე ჩემს შესახებ. Поле. Каждый элемент, которого содержит сведения о самом себе и всех его окружающих элементах. Информационное. Информационное поле. Информационный поле არის კერძო პირადის ინფორმაციონი პოლე, ბიოვერი ბიოპოლი, არის ჩემი სახლის ბიოვერი ბიოპოლი, არის კორპუსის ბიოვერი ბიოპოლი, არის ოჯახების ბიოვერი, არის ქუჩების ბიოვერი, ბაზრის, მაღაზიების ბიოვერი ბიოპოლი და ასე, ანუ კერძო ბიოვერი ბიოპოლი და სხვადასხვა ბიოვერი ბიოპოლი და საერთო ბიოვერი ბიოპოლიც არის, მაგალითად ქუჩა, არის საერთო ბიოვერი ბიოპოლი, სადაც ადამიანები თავიანთი ბიოვერი ბიოპოლებში არიან. თავიანთ ფიქრებში არიან, ხო? ანუ ეს თითოეული ადამიანი არის ინფორმ პაკეტების მატარებელი, ქრონიკების მატარებელი. საერთო ბიოვერ ბიოპოლებში რა ბაზრის ქრონიკაში რა ხდება? ბაზრის ქრონიკაში ხდება საბაზრო ინფორმაციების, ასე ვთქვათ, მატერიალური ყიდვა, გაყიდვა, ფასები, ასე შემდეგ. მოღვაწეობა, ეს არის საბაზრო ქრონიკა. ქუჩის ქრონიკებში რა ხდება? ქუჩის ქრონიკებშიც ეს არის ხან კაი ქრონიკები ხდება, ხან ცუდი ქრონიკები ხდება, რა ვიცი. Информационный поле это динамическая управляющая, пульсирующая, открытая система. исследования არა ადამიანის открытая система არა ადამიანის ბიოვერი ბიოპოლი უნდა იცოდეს ადამიანმა თავისი ბიოვერი ბიოპოლის ასე ვთქვათ დაცვა და ბალანსირება
და ბერი პატოკებით, სონიჭრილ ლუჩებით, ასე ვთქვათ, ჩემ ბიოველი ბიოპოლი ზაში შაიუს, უკრი ვაიუს, აჩი შაიუს, ამი ვაიუს, სონიჭრილ ლუჩებით მაგალითად უთრაფიარეტოი პატო გიზობერიებით ჟიზნენი, ჟივაზგაია ჟიზნენი სილებით მაგალითად исследования японских структура молекула воды отличалась в зависимости от эмоциональной информационной воздействия на нее. Информация через поле. Ану биополები ვიცით რაც არის. Информационный поле это полевые структуры хранящие информацию обо всем и вся во Вселенной. Включая физические уровень. С информационным полем связано понятие шестого чувства или третьего глаза. Это способность человека свободно воспринимать информацию с информационных полей. Более высоких метких уровней, нежели физические четырехмерные. Ару კოსმოინფორმაციული პოლებიც არსებობს, ხო, საიდანაც ადამიანს ტრეცი გლაზიდან, შესტოი ჩუსტვებით შეუძლია ინფორმაციის გაგება, აღება და ასე შემდეგ. მიღება, რაც საზიდაწენია, რაც კაია, ჩემთვის ვაბლაგა. Все наши мысли материальны. ანუ სცენას ნაში მისლი ფუნქციონირებადია. თუ არ გვინდა ჩვენი მისლები რომ ფუნქციონირებადი იყოს და მატერიალურად გადავიდეს, უნდა ვთქვათ, რომ მატერიალიზირებაში და ფუნქციონირებადი ხდება მხოლოდ ჩემი საზიდაწენია, защитни ინფოპაკეტები. ჩემი მაგალითად разрушительный, саморазрушительный, деструктивный, негативური ან ჩუჟიე მაგალითად ჩერეზა მაგალითად მინუსა მაგალითად დესტრუქციონი ინფოპაკეტები отключается, обнуляется моментально. Законы неприкосновенности воли и разума. Никто и ни при каких обстоятельствах не имеет права нарушить волеизъявления сущности. Никто и ни при каких обстоятельствах не имеет права нарушить уплебеби ракуя სუშნასის უფლებები, волеизъявления сущностის უფლებების დარღვევა არ შეუძლია არავის. Так как за такое нарушение следует максимально жесткая форма личной ответственности. ანუ აგებს პასუხს, ცოდვები და კარმები დაეკისრება და მოინანიებს. Вы не имеете права мешаться в чужое дело и в чужой жизни, даже из лучших побуждений. Вы не имеете права игнорировать чужие мнения. Вы не имеете права навязывать другим свои или чужое мнение, взгляды на жизнь или так далее. Да, вы имеете право, ну, გვაქვს უფლება, გამოვხატოთ ჩვენი უფლებები და დავიცვათ ჩვენი უფლებები და ჩვენი თავი. Закон сохранения энергии. Свой закон сохранения энергии. Ადამიანი თვითონ რა ქვია, თვითონ არის ენერგიის წყარო, სამაენერგიის წყაროა ადამიანი და რეგენერაცია ხდება, ენერგიის რეგენერაცია, რეგენერატორია ადამიანი. თავისი ენერგიის წყარო აქვს ადამიანს და საკუთარი ენერგიის რეგენერატორია გამოიმუშავებს საკუთარ ენერგიას ბიოველი ბიოსისტემა
საკუთარ ენერგიას გამოიმუშავებს თვითონ. Вин имеет право жить за счет других, ратоваться жизни за счет других, выстраивать свое благосостояние за счет других. ანუ ვამპირობა არ შეიძლება, ადამიანის ვამპირობა არ შეიძლება ადამიანმა. ხელი უნდა გაანძრიოს нарушение закона сохранения энергии, связанный в том числе со злоупотреблением своим служебным или общественным положением в связи с банковским процентом. Так, არ ვიცი ეს ბანკოვსკი პროცენტով რა არის, მაგრამ ადამიანზე დისტრუქციული ზემოქმედება და რა ქვია ოტნოშენიას ანუ ადამიანის ენერგიები ხელშეუხებელია, всё, იზობერიები ხელშეუხებელია, всё. კერძო იზობერიები, სულიერი იზობერიები, მატერიალური იზობერიები, კერძო ენერგიები, სულიერი ენერგიები, ფიზიკური ენერგიები, მატერიალური ენერგიები ხელშეუხებელია და აქტიურდება ენერგიების ხელშეუხებლობის და безопасностьобების და დაუზიანებლობების უფლებები ჩემთვის ვაბლაგა. Закон причины и следствия или закон кармы. Закон кармი რა არის, რომ უნდა გამოასწოროს ადამიანმა პირადი შეცდომები, თუ სხვას მიაყენა შეცდომები ან სამარაზრუში წინის შეცდომები ან სხვა შეცდომები, უნდა სთხოვოს პატიება თავის თავს, სხვებსაც, ყველას და შეეცადოს, რომ ეს კარმები, ცოდვები მოიშოროს თავიდან და გამოსწორეს. საკონლუვი ადამიანს ჯერ თავის თავი უნდა უყვარდეს, თავისი სული უნდა უყვარდეს, თავისი შინაური და რაღაცა და მერე ასე ვთქვათ საკონლუვი და თავის განწირვების სიყვარულის გამო, იმის გამო, ამის გამო ეს არის სულ სიცრუე. ადამიანს უნდა უყვარდეს ჯერ თავის სამავოსებია. უნდა უყვარდეს ჯერ თავისი თავი უნდა დააფასოს ადამიანმა, თავისი შრომა უნდა დააფასოს, თავის ჯანმრთელობა უნდა დააფასოს, ჯერ სამასებია უნდა უყვარდეს ადამიანს და მერე მაგალითად მატერიალური ფული ან მატერიალური მანქანა ან მატერიალური ფულისა და მატერიალური მანქანის გამო ადამიანმა ცოდვები და კარმები არ უნდა ჩაიდინოს და თუ ჩაიდენს უნდა შეეცადოს რომ გამოასწოროს ეს ყველაფერი. Так, ჩემი სიხარული ბევრდება, ჩემი ასე ვთქვათ ენერგიები, სასიკეთო ენერგიები, ხელშეუხებლობის безопасностьобების ენერგიები ბევრდება ჩემთვის ვაბლაბაგა. Принцип точной адресности. Виадресуете вашу мыслеформу. Например, привязать вашу мыслеформу к какому-то событию или периоду вашей собственной работы в такое-то месте. Чем точнее вы привязываете вашу мыслеформу к неким координатам, тем точнее и эффективнее будет работать ваша мыслеформа. Принцип необходимости и достаточности. Если вы хотите жить без проблем, но приведите свою жизнь в соответствие с принципом необходимости. Необходимости достаточности. Перестаньте проживать чужую жизнь, перестаньте пользоваться в свою жизнь общественными стереотипами.
ანუ ის რა სიტყვის, სულ წუწური, სულ ტირილი არ შეიძლება. მადლობა ღმერთს, რაც მაგ. ხვალე უკეთესად ვიქნები დღეს, იზრდება ჩემი იზობირიების სიკეთე სიხარული ბედნიერება. ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის ჩემზე ცუცს, იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ არავის ცუცს, всё. Что для вас действительно жизненно необходимо, без чего вы можете обойтись, перестаньте быть тупыми потребителями благ. ხო, ნუ ყველაზე ზედ გადაყოლა არ შეიძლება კი სიკეთე გაუკეთე, მადლობა უთხარი и всё. Пока до свидания. ყველა მიხედოს თავის თავს. Для себя границы. Сами определите каждый для себя границы необходимости и достаточности. Нарушение принципа необходимости и достаточности ведет к нарушению закона мироздания личному и групповому эгоизму. А это жесткая форма личной и групповой ответственности. При этом жесткая форма личной и групповой ответственности в случае нарушения закона и принципа мироздания полностью соответствует принципу необходимости и достаточности. Принцип неперсонификации. Человек склонен винить в своих проблемах других. Так устроено современное общество. Сначала люди отдают право на устройство своей жизни в чужие руки, а потом ругают других за неустройство своей собственной жизни. Это неверный подход к жизни. Каждый должен иметь право на активное участие в общественной жизни. Каждый при этом должен осознавать свою личную ответственность за свою участие в общественной деятельности. Каждый должен осознать, что именно он и никто другой является творцом своей собственной жизни и при этом несет личную ответственность за то, как организует и приводит свою жизнь. Организирует и приводит в лучшую сторону свою жизнь. ხო, ამაზე ახლა გამახსენდა არჩევნებს არ უნდა ერქვას არჩევნები. მე ვირჩევ ჩემს თავს, რომ მე ვიყო ბედნიერი, მე ვირჩევ ჩემს უფლებებს, რომ ვიყო ხელშეუხებლებელი, ბეზაპასუხისმგებლები და ასე შემდეგ, აი ხმის მიცემა, მე ხმას ვაძლევ ჩემ თავს. არჩევნები არ უნდა ერქვას, არჩევნებს უნდა ერქვათ რაღაც აი მოგეწონა პოლიტიკოსი, მოგეწონა პრეზიდენტი, მოგეწონა რაღაცა, всё, ვაძლევ იმას აი მოწონების ლაიქს. ეს მომწონს, ეს ადამიანი მომწონს, ამას უნდა ერქვას ლაიქი. ეხლა მე მაგალითად მოვწონ ვარ ყველას, იმიტომ რომ მიამირჩიეს, ჩემი ფანები არიან. აი ესეთი რაღაცა, ის გაფანებაც არ შეიძლება, აი არიან მუსიკოსის ფანები, იმის ფანები, კი ეხლა კაი მომღერალია, მაგრამ მე იმას არ ვაფანებ და არის მოვუსმენ ადამიანის პოეზიას, წავიკითხავ ლექსებს რაღაცა, მაგრამ всё წავიკითხე, დიდი მადლობა გადაუხადე იმას, იმ ლექსს, იმის დამწერს, იმის რაღაცას, იმის მომღერალს, იმის შემოქმედს, ასე ვთქვათ, всё, მე ვაკეთებ ჩემ თავს, რას ვირჩევ, რას ვაძლევ ხმას, რას ვაფანატებ, მე ვაფანატებ ჩემ თავს, ჩემს სორს, ჩემს
და უნდა მივხედო მე ჩემს развитиებსა და ევოლუციებსა და რევოლუციებსა და ჩემს ჯანმრთელობას და ჩემს ასე ვთქვათ თავისუფლებას უნდა მივხედო. всё, მე არა ჩემი თავისუფლება ხელშეუხებელია, ჩემი უფლებები და თავისუფლებები და ნება ხელშეუხებელია. ხმას ვაძლევ მე ჩემს თავისუფლებებს. всё, გადავედით ეხლა в этом суд принципам неперсонификации, когда кто-то начинает кого-то и чего-то винить в своих личных проблемах. Сущность тем самым нарушает принцип конкретным адресам. Если вы сваливаете свои проблемы на парадивое правительство, вы нарушаете принцип неперсонификации. Неперсонификация, ანუ დაუბალანსებელი ადამიანი ხარო რა, неперсонификации. в адрес прави, ხო, ну რაღაც. ანუ ადამიანმა უნდა აირჩიოს თავისი თავი და უნდა მიხედოს თავისი თავს, გაჭირვებულია, ღარიბია, მდიდარია თუ რაც არის, ასე ვთქვათ, უნდა გაიტანოს თავისი ევოლუციები, რა ქვია, ოპიტები, როგორღაც უნდა გაიაროს ეს ცხოვრება балансированным образом. Личные ошибки обязан осмысливать и проработать сам человек და თავისი ошибкებს უნდა მიხედოს და თავის ევოლუციებსა და რევოლუციებს უნდა მიხედოს ადამიანმა პირად ცხოვრებას კი არა და მარტო არამედ პირად პოლიტიკასაც, პირადი ურთიერთობების პოლიტიკასაც უნდა მიხედოს ადამიანმა. Принцип прозрачности. Тело человека защищено его энергетическим оболочкой или аурой. Пробить ауру или вне невозможно принципе. Энергетическую оболочку сущности можно повредить только изнутри. Пробой происходит тогда, когда человек по жизни допускает ту или иную ошибочную эмоцию, ошибочную нервозы, психозы, габразеба, цхена да рагацеби, ხო? Допустил ошибку, открыл доступ в свою энергоинформационную структуру. Значит, чтобы восстановить ауру, сущность должна исправить допущенную его ошибку. უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომები, ანუ უნდა მოიშორეს წყენები, ნერვოზები, ფსიხოზები და უნდა მოიშოროს ადამიანმა შორის ძიებები და ასე ვთქვათ ჟმოტაობები და ან ჟადნიჩისტობები და ან ეგოისტობები და ან კიდე ზედა უნდა არ გადაყვეს ზედმეტად არავის. Переосмыслить это событие, аннигилировать со своих информационных полей всю деструктивную информацию в связи с конкретным событием и взаимно записать на своих информационных полях свое новое созидательное событие. Понятно, что в своей последующей жизни вы должны მაგალითად მე აბნულаю ნეგატიურ შურის, ნეგატიურ სიბრაზის შიშის ნეგატიურ პროგრამებს. ვარ შეუშინებელი, ვარ შეუშურებელი, მაგალითად აბნულаю разрушительные программებს вар, целის здоровый ჯანმრთელი ჯანსაღი. Проработка личного поля событий, предметов, деланных ошибок. Сущности так. Принцип беспрепятственности. Каждая естественное рождается чувство самодостаточно по факту своего происхождения от самого Творца. Отсюда следует, что каждая такая сущность в полной мере ответственна за свою жизнь
из этого вы должны исходить, когда с кем-либо вступаете в энергоинформацию взаимодействия. Все естественно рождение сущности равны по своим потенциальным возможностям и способствовать в силу своего божественного происхождения. По этой причине вы не должны выделять кого-то особым образом. Если вы цели каким-то образом выделяете конкретного пациента, вы нарушаете принципы беспрепятственности. ის იმაზე ლამაზი ეს იმაზე მე იმაზე კარგი ვარ ის იმაზე მაგარი ეს კი ეხლა ყველა რაღაცეებით ზოგი მუსიკაშია ნიჭიერი ზოგი მათემატიკაშია ნიჭიერი, მაგრამ ყველას აქვს თავისი ოპიტები და ასე ვთქვათ ადამიანების ის ბებერია, ის მახინჯია, ის ახალგაზრდა, ინდივიდების თვითგამორჩევაო, რაღაცაო, ვითომო კომპლექსიაო რა, მაგრამ კომპლექსი კი არა, ეხლა მაგალითად რატო არ უნდა გამოვარჩიო ეხლა. ლოთებთან რა საქმე მაქვს, всё. რაღაცა ლოთიც სული არის, მაგრამ ლოთშიც რაღაცა დევს ალბათ, მაგრამ მე რა უყვა ახლა. არ მიყვარს და მორჩა. ვამპირებთან რა საქმე მაქვს, სადისტებთან რა საქმე მაქვს. всё. ეს ახსენით. Принцип отождествления существует множество всевозможных форм отождествления, например, отождествление по имени. Вы назвали сила и честь деда. Так, ეხლა ადამიანის სახელი, ეხლა ჩემი სახელი რამდენს აქვია, ჩემი გვარი რამდენს აქვია, ხო მე ვიძახი, რომ მაგალითად ჩემი სახელი ნათია, ხო, რაც ვარა და გვარი არის ჩემთვის ინდივიდუალური და დაუშვათ მე სხვა ამ სახელის ამ გვარის ადამიანებთან პერეხლოსტკებს აბნულაიუ ვაქტიურებს მაგალითად რომ კარმიჩისკეული უძლების ასე ვთქვათ ის პერეხლოსტკები არ მოხდესო მაგალითად ბაბუის სახელი დაარქვეს დედუშკის სახელი დაარქვეს მაგრამ ბაბუშკისა და დედუშკის გარდა ეს სახელი სხვასაც აქვია ხო ლაშა ბევრს აქვია ნინო ბევრს აქვია მარტო ბაბუშკასა და დედუშკას ხო არ აქვია მაგალითად ვიძახი რომ ვისაც ეს სახელი ქვია ნათია და ვის ამ გვარისა დაუშვათ არის 2-3 ადამიანი ერთი სახელისა და გვარის მატარებელი ხო მარტო ბაბუშკები და დედუშკები კი არა წარსულში ახლა მომავალში თუ არის ასეთი მაგალითად ან იყო რაღაცა ასეთი მე იმათან ვააქტიურებ ასე ვთქვათ მანიფესტებს და запрещаю ასე ვთქვათ ნეგატიურ პერეხლოსტკებს, ნეგატიურ ურთიერთობებს და ნეგატიურ кармических переброскებს запрещаю всех. Всё. И отключаюсь от чужие ნათიებისა და чужие გვარებისაგან, ხო, чужие რაღაცე ვისაც მე და ჩემს სახელს გვარს, მაგალითად მინდა წინ 100-ს დაუწერ, მინდა ბოლოში დაუწერ 100-ს, ვითომ ნათია 1 ვარ, ვითომ ნათია 101 ვარ, მინდა ხვალე ნათია 105 ვიქნები არ მატრიცულად, შიფრულად რაღაცა შევცვლი, ჩემთვის ვაბლაგა. ეს თემა დავხურეთ. Модель многомерной сущности человека. Зеркало тела лишь малая доля нашей многомерной сущности. Рассматриваем многомерную сущность человека как совокупность физического плана тела и физического окружения ментально-эмоционально сенсорного уровня, сенсориального уровня личности, а точнее личностей всех отображений сущности уровня души и высшего уровня духовности. Все уровни сущности можно также назвать информационными полями сущности начальной точкой от счета человеческой сущности. Я условно считаю
Самые высокие уровни духовности абсолюты, нижние информационные уровни, 1/4 мерия составляют уровни физического плана. Да, эти сенсорно-эмоционально-ментальные. ანუ ადამიანი არისო სენსორნო, ემოციანო, მენტალნი სენსორნო ურავნებისაგან შედგება და ურავნია დუშებისაგან შედგება და ვიშე ურავნა რეაზუმებისაგან შედგება და ვიშევო ურავნა დუხოვნოსწრებისაგან შედგება, ან ნიშევო ურავნებისაც აქვს ადამიანს და ანტიურავნებიც აქვს ადამიანს. როგორც ზერკალაო სენსორიურა, ადამიანი ხო წყლისაგან შედგება ეხლა და როგორც წყალი, ასე ვთქვათ, ელექტროიმპულსური ნეირონებისაგან შედგება, ნერვები ნეირონებისაგან შედგება, ანუ აჩშაეცა ჩემი სენსორნი ელექტროიმპულსური ნერვები და ნეირონები, ჩემთვის ვაბლაგა. და მეშვიდე მერიაში არისო ინკარნაციონიე времени и параллельные пространствები. გასაგებია. ხო, ანუ ადამიანს აქვს სული, ჩაკრები, ბიოსისტემა, ბიოსტრუქტურა და აქვს ადამიანს ასევე მანდალები, აქვს ასევე ადამიანის სულის ჩისტოტები და ასე შემდეგ. Многомерния. Многомерნი ადამიანი და ადამიანმა უნდა თქვას, რომ აქტიურდება ჩემი სვაბოდა ვოლები, სვაბოდა უფლებები, აქტიურდება ჩემი მონოგამერნი სისტემა სტრუქტურის მანდალების სულის ჩისტოტებისათვის ვაბლაგა და ვარ защитებში. Ეხლა აქ არის კიდე подобные притягивают подобное. Подобные притягивают подобное კი არა და ხო, ნუ ეხლა ერთი მხრივ ესაც მართალია, ლოთებს უყვართ ლოთები და მიეწებებიან ლოთები ლოთებს. ნარკომნებს უყვართ ნარკომნები და მიეწებებიან ნარკომნები ნარკომნებს. ქურდებს უყვართ, ნუ ეხლა ესეც მართალია რაღაცაში, მაგრამ მე მაგალითად არ მიყვარს ეს ლოთები და არ მიყვარს ეს ნარკომნები და არ მიყვარს ეს ვამპირები და არ მინდა მე ამადა ვეუბნები, რომ შემეშვით, მომშორდით, მომწიდით და მაინც კიდე მანიაკები რა. ესეც არის, ნუ ეხლა როგორც პრიტიაჟენია არსებობს, ასევე აწიაჟენია არსებობს, აწაჟენია და უნდა იცოდნენ, რომ მომშორდნენ და ნუ მაწუხებენ, რომ მომშორდნენ და ნუ მაწუხებენ, ხო? ესაც უნდა არსებობს და არსებობს და არსებობდა. და აქტიურდება, ასე ვთქვათ, ადამიანი защитები, რომ ეუბნები ადამიანი, გასრიალდი მომშორდიმო, უნდა გაიგოს და გასრიალდის. ეს დამთავრდა.